მოგესალმებით, პატრიცემულო მაყურებლებო. ჩვენ წინა გადაცემაში გავარჩიეთ ისეთ საინტერესო საკითხი, როგორიცაა ანდაზები და ანდაზებში ჩადებული აზრი, რომელსაც ჩვენ ერთმანეთს გადავცემთ სწრაფი და მოხერხებული გზით. თუმცა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ასევე მოითხოვს ყურადღების მიქცევას, რადგან ჩვენ ადამიანები ხშირად ვუშვებთ ისეთ შეცდომებს, რომელიც ფაქტიურად ხელს უშლის აზრის ისევე სუფთად გადაცემას, რა სუფთადაც ან სხარტადაც არის ჩამოყალიბებული. ნათქვამია, კარგ თქმელს კარგი გამგონი უნდაო, ანუ ჯერ საჭიროა რომ კარგად თქვას ადამიანს, სწორად ჩამოაყალიბოს აზრი და მერე სწორად გაიგოს, მაგრამ თუ ჩვენ ადამიანები ლაპარაკისას სიტყვის მნიშვნელობებს არასწორად ვიხმართ, არასწორი მნიშვნელობით ვიხმართ სიტყვებს, მაშინ გამოვა რომ ჩვენი აზრი ბუნდოვანი და გაუგებარი გახდება ჩვენი თანამოსაუბრისათვის. ამიტომ დღევანდელი გადაცემის თემა შევარჩიე რატომ ხმარობთ სიტყვებს არასწორი მნიშვნელობით. ჩვენი გადაცემის სტუმარი დღეს არის ბატონი ირაკლი შავიშვილი. მოგესალმებით ირაკლი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის. ირაკლის ძალიან ბევრი საინტერესო დაკვირვება აქვს როგორც წესი თითოეულ სიტყვასთან დაკავშირებით, მაგალითად მე მახსენდება ერთხელ განმიმარტა სიტყვა საუცხო, რამდენად სინამდვილეში კარგი სიტყვა იმისთვის რომ ამ ასეთი დამოკიდებულების მიმართ კარგად განეწყო. მანამდე სანამ ირაკლი ამ მნიშვნელოვან ახსნას გააკეთებდა, მანამდე წაკითხული მქონდა ადრე, რომ ჩვენო ქართველები არ გივართო, რომ სხვებისთვის ესეთ ნივთებს, რომლებიც კარგია, რატომღაც სხვებისას უწოდებთო საუცხოოს. არადა სინამდვილეში ამ სიტყვაში პოზიტიური მნიშვნელობაა და სწორედ ეს გაფიქრებინებს ადამიანს, რომ სიტყვების მნიშვნელობას თუ კარგად დაუკვირდებით, ისეთ რამეს აღმოაჩენთ ზოგჯერ მასში, რომ ვერ წარმოვიდგენთ. მე არ მინდა ახლა არ ვიცი თუ ბატონ ირაკლის უნდა გაიხსენოს ახსნას ეს სიტყვა. კი ბატონო, სიამოვნებაა საშუალება და მე მივყვეთ რაც ისა მაქვს. კი ბატონო. ნუ სიტყვა საუცხო აღიქმება ხშირად როგორც ქართველების რაღაც კუდაბზიკობის გამოვლინება, რომ უცხოს უნდა დაანახო რაღაცა მოაჩვენო თავი კარგად და ასეთ რაღაცას აღნიშნავს სიტყვა საუცხო, უცხოსთვის განკუთვნილს. სინამდვილეში ჩემი აზრით ამ სიტყვაში ბევრად უფრო ღრმა და სწორი შინაარსი დევს და ეკონომიკური შინაარსი დევს, რაც მთავარია. ეს ნიშნავს იმას, რომ რაც სხვისთვის გაქვს განკუთვნილი, რაც გასაყიდად ან გასასხვისებლად გაქვს განკუთვნილი, ის უნდა იყოს კარგი, საუკეთესო. კი. რომ კარგად მიიღოს იმ უცხომ, ვინც ამას შენგან ბაზარზე ხო, ანუ ეკონომიკური შინაარსი დევს ამ სიტყვაში და ეხლა ჩემთვის ცნობილ ენებში ამგვარი სიტყვა არ შემხვედრია მე, სიმართლე გითხრათ. ამგვარი შინაარსის მატარებელი სიტყვა. ეხლა ჩვენ ხშირად გაგვიგია, რომ ქართველებმა ეკონომიკა არ ვიცით, ბიზნესი არ ვიცით და ასე შემდეგ. აი ეს საპირისპიროს ამტკიცებს. ასეთი სიტყვის შექმნა მხოლოდ იმ ადამიანს შეეძლო, ვინც კარგად ფლობს ამ ეკონომიკის და ბაზრის სიტუაციებს. და მან თქვა, რომ ის რაც გასასხვისებლად გინდა, უცხოსთვის გინდა, უნდა გააკეთო ძალიან კარგი. მარტო კარგი არ არის საკმარისი, ძალიან კარგი უნდა იყოს. ამიტომ არსებობს ესეთი სიტყვა. ჩემი აზრი ასეთია ყოველ შემთხვევაში. მე ვეთანხმები, მეც ვფიქრობ, რომ სწორედ ეგ მნიშვნელობა უნდა ჩავდოთ ამ სიტყვაში. თუ სხვანაირად გავიგებთ, მაშინ ცოტა გაუგებარია, რატო უნდა იყოს საუცხო კარგი. ხო, მოდი ახლა დავუბრუნდეთ იმ უბრალოდ მივყვეთ იმ მიმდევრობით, რა მიმდევრობითაც წინასწარ ასე ვთქვათ, ვიყავით შეთანხმებული
და მე რამდენიმე წყვილი მაქვს ამოწერილი სიტყვების, რომლებსაც ხშირად ურევენ ხოლმე ერთმანეთში და დავიწყოთ ყველაზე მარტივით ეგრეთ წოდებული ციფრებით და რიცხვებით. რაც ასე ვთქვათ ძალიან გავრცელებული ის არის ნებისმიერ ტელევიზიაში თუ ნებისმიერ იმაში, რატომღაც რიცხვების მაგივრად ყოველთვის ციფრებს ამობენ. დიდი ციფრები. მაგრამ მე 9-ზე მეტი ციფრი არ ვიცი ათობით სისტემაში და ხო, ესეც დაახლოებით იგივეა, რაც ანბანი და სიტყვა რომ აურიოთ ერთმანეთში. ციფრები არის სიმბოლოები, რომლითაც შედგება რიცხვები. ისევე როგორც სიტყვები შედგება ასოებისგან. ხო, მაგრამ და ეს სიტყვები შეიძლება იყოს ერთასოიანიც, ისევე როგორც რიცხვიც შეიძლება იყოს ერთციფრიანი. ხო? ციფრები არის მათემატიკის, ასე ვთქვათ, ანბანი და რიცხვები არის მათემატიკის სიტყვები. გასაგებია, მაგრამ მე უფრო ის ნიუანსი მაინტერესებს, რატო უჩნდებათ ადამიანებს სურვილი რიცხვის მაგივრად ციფრი იხმარონ. ანუ რა აიძულებს მათ ასე გავაკეთოთ? ამას მე ასე ავხსნიდი, ხა თლათ უაზრო ეგეთი დამოკიდებულება შეიძლება არ იყოს. თითქოს არის, აი მე როცა ვთქვათ, ჩემთვის სრულიად უცხო ენაზე ვკითხულობ რაღაც წარწერას, ვკითხულობ რა ვუყურებ წარწერას. ხო, ვთქვათ, სიტყვაზე ვამბობ არაბულ ენაზე წარწერას. ის ჩემთვის არის ასოების გროვა, ის სიტყვები არ არის, იმიტომ რომ მე მათ ვერ აღვიკვავ. ესმის. ასე რომ თუ ადამიანი რაღაც, ვთქვათ, რაღაც სტატისტიკურ ცხრილს უყურებს და მას ვერიგებს რა არის იქ მოცემული, ხო? მისთვის ეს არის ციფრების გროვა. ანუ ასოების გროვა. და რიცხვებს ვერ აღიქვამს, ხო? იმ რიცხვებს ხომ ერთმანეთთან რაღაც კავშირი აქვს. ამ კავშირს ის თუ ვერ ადგენს, მისთვის ეს ციფრების გროვაა და არა რიცხვების. და მაშინ რატო უნდა თქვა დიდი ციფრები? გროვა ის ამას აღიქვამს როგორც გროვა. შეიძლება თქვა ბევრი ციფრი, მაგრამ დიდი როგორ იქნება? ხო, ეხლა შეიძლება რაღაც კვინტილიონი დაწერო, მაგრამ ადამიანმა ვერ აღიქვას ის და მისთვის ის ერთიანის და ნულიანის გროვებია. ხო, ანუ ესეთი რაღაცა არსებობს, თუმცა როცა ადამიანი აი ციფრებით დავადასტურებ ამას, როცა ამბობ, ეს უკვე არასწორი თქმა არის, იმიტომ რომ რახან შენ რაღაცის დადასტურებას აპირებ, ესე იგი გესმის ამის შინაარსი და მაშინ ის შენთვის ციფრები კი არ არის, არამედ რიცხვებია, ანუ უკვე სიტყვებია და არა ასოები. საინტერესო ის არის, რომ თვითონ რიცხვის სიტყვა ძველთაგან ქართული სიტყვა, ურიცხვი და მრავალრიცხვი და რაღაცა და ხოლო ციფრი შემოსულია ცოტა მოგვიანებით, მე როგორც ვიცი და ამიტომ მაინც რატომღაც ციფრით ჩანაცვლების ტენდენცია მეტყველებაში ცოტა უცნაურად გამოიყურება. ხო, მაგრამ შეიძლება ყოველთვის მცდარი არ იყოს ასეთი შეხედულება, ასეთი გამონათქვამები. მაგ ვარიანტში შეიძლება ახსნა რაც თქვი, კი. თუმცა, როდესაც უკვე თუ იმაში ერკვევი, რასაც კითხულობ, ციფრების თქმა უკვე არაკომპეტენტურობის მაჩვენებელია. ხო, უკვე შეცდომაა კი. ხო, ეხლა აქ ერთი მომენტია, ციფრებს და რიცხვებს თუ ერთმანეთში აურევს ლაპარაკისას, რა თქმა უნდა, გარკვეულ ხერხულობას და გაუმართავობას ქმნის, მაგრამ ეს ამ დონეზე რჩება და ასე ვთქვათ, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ უფრო პრობლემულია, როცა სხვა ტერმინების აღრევა ხდება. მაგალითად, ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც გამოყოფილი აქვს, შეგვიძლია სხვაც შემოვიტანოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ მაგალითად, რა განსხვავება ძალის გამოყენებასა და ძალადობას შორის. ადამიანები ამ შორისაც განსხვავებას ვერ ხედავენ. არადა ეს პრინციპულად სხვადასხვა რამეა. ძალიან სერიოზული თემაა ჩემი აზრით. ძალადობა და იძულებას ვერ ვარჩევთ ხოლმე ხშირად ერთმანეთს. ხო, ძალის გამოყენება შეიძლება იძულება, ხო, ძალის გამოყენება იძულებისთვის ხდება, ხო?
იცით რა არის? ისე მასეჯობია ჩავინიშნო, იმიტომ რომ იძულება უფრო მოკლე ისა და იგივეს გამოხატავს სინამდვილეში. საქმე ის არის, რომ ძალადობა და იძულება შეიძლება რაღაც ნაწილში ერთმანეთს ემთხვეოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ერთ და იგივეა. პრინციპულად სხვადასხვა. ისევ მათემატიკის სფეროში რო გადავიდეთ, არსებობს მთელ რიცხვთა სიმრავლე და არსებობს ნატურალური რიცხვთა სიმრავლე, ხო? რაღაც ნაწილში ისინი ერთმანეთს ემთხვევიან, მაგრამ რაღაც ნაწილში მთელ რიცხვთა სიმრავლე მოიცავს ნატურალურ რიცხვთა სიმრავლეს. ანუ ძალადობა შეიძლება მოიცავდეს იძულებას, მაგრამ ესენი ერთ და იგივე არ არის. ხო? არა, მე მგონი ორივე შეიძლება იყოს ძალადობა და არ იყოს იძულება, ან პირიქით შეიძლება ძალადობა იძულების გარეშე ძნელი წარმოსადგენია. მაგალითად არის თუ არა ქურდი მოძალადე. ხო, ქურდი მოძალადე არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სხვის ქონებას ეუფლება მისი ნების გარეშე, თუმცა შეიძლება პირდაპირ ფიზიკური ძალადობა, ხო, იძულება არ საკონე, ანუ ყაჩაღობა თუა და იარაღი დაადგა გასაგებია იძულება, მაგრამ თუ შეიბარა სახში და მოიპარა, აქ იძულება არ არის, მაგრამ ძალადობა არის, იმიტომ რომ მისი ქონება დააზიანოთ და ხო და აი ეს უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან და ამ ცნებების აღრევას ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მოქალაქეებზე, ადამიანებზე ზოგადად. და ჩვენ ხშირად გავგვიგია, რომ სახელმწიფოს აქვს რაღაც ლეგიტიმური ძალადობის უფლება. ეს არის სრული სიცრუე. სახელმწიფო შექმნილია იმისთვის, რომ ადამიანები ძალადობისგან დაიცვას ხშირად იძულებითი მეთოდებით, მაგრამ ეს იძულება არ შეიძლება ჩაითვალოს ძალადობად, ხო? მაგალითად, არსებობს სახელშეკრულებო იძულება. ხო? ის პირგასამტეხლო იქნება თუ ჯარიმა რაღაც ვალდებულების შეუსრულებლობისთვის. თუ იმის ახსრულებას იწყებ, ეს ძალადობა არ არის, ეს არის იძულება. არა, აქ შემთხვევაში თუ იძულებას არ გააკეთებ, ის იქნება ძალადობა, იმიტომ რომ დაიღო მეორე პირის უფლება. ეს არის იძულებითი მეთოდებით თავის დაცვა ძალადობისგან. ხო? ამიტომ ესენი და ხშირად მომისმენია წამიკითხავს, რომ სახელმწიფო არის ძალადობის ინსტრუმენტი. არ არის სახელმწიფო შექმნილი ძალადობისთვის. არა, მოდი აქ ერთი რამეს უნდა გავუსვათ კიდე ხაზი. იდეა სახელმწიფოს არსებობის, ანუ ჩვენ იმიტომ ვეგუებით სახელმწიფოს არსებობას, რომ მან თავისი იძულების მექანიზმებით უზრუნველყოს ჩვენი დაცვა ძალადობისგან. ეს გასაგები. თუმცა სინამდვილეში ესე არ არის, ხო? არა, მოდით ასე ვთქვათ, ის რომ დანა არ არის აუცილებლად ძალადობის ინსტრუმენტი. დანა არის ჩვეულებრივი ინსტრუმენტი, რომელსაც ვიღაცა გამოიყენებს ძალადობისთვის და ვიღაცა სხვა საქმისთვის ჯოხის გასათლელად გამოიყენებს რა. თავდაცვისთვისაც შეიძლება გამოიყენოს თავდაცვისთვის გარკვეულ შემთხვევაში. ხო, ამიტომ ის რომ ხელისუფლებები სახელმწიფოს იყენებენ მოქალაქეებზე ძალადობისთვის, ამაში მე ყველას ვეთანხმები, ვინც ამას ამბობს, მაგრამ სახელმწიფო რომ იმისთვის არის შექმნილი, რომ მოქალაქეებზე იძალადოს, ამას არ ვეთანხმები პრინციპულად რა. ხო, არა, ძალადობა იდეა არ არის სექტორი სახელმწიფო როგორ არის შექმნილი ისტორიულად, მაგათ ცოტა უფრო რთული საკითხია. ხო, რთული საკითხია, მაგრამ სინამდვილეში თანამედროვე იდეა სახელმწიფოზე არის ის, რომ მან თავისი იძულებითი მეთოდებით უნდა დაგვიცვას ძალადობისგან, ალბათ ეს უნდა იყოს მისი ეს არის მისი იდეა და საერთოდ სახელმწიფო ჩემი აზრით შეიქმნა მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანებს უფრო დაცულად ეგრძნოთ თავი. მიუხედავად იმისა, რა ფორმებით მოხდა ეს, თქვა სახელმწიფოების არსებობდა რაღაც პირველყოფილი თემური წყობილება, როცა სახელმწიფო არ იყო, მაგრამ ის გადაიზარდა და იმ ადამიანების ნება რომ არ ყოფილიყო ეს სახელმწიფო არ წარმოიქმნებოდა. იქნებ სახელმწიფო იმისთვის შეიქმნა, რომ
უმაქნისებს და პარაზიტებს მოეხერხებინათ დანარჩენი ადამიანების გაძარცვა და მათ ხარჯზე ცხოვრება. არ ამგონია ესე ყოფილიყო, იმიტომ რომ კი შეიძლება რაღაც მომენტში მათ დაერწმუნებინათ ეს ასე ვთქვათ, შრომელი ადამიანები, რომ მათთვის გაენაწილებინათ ფული იქნებოდათ უკონება. მაგრამ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. მაგრამ უკვე 1000 წლეულებია სახელმწიფოები არსებობს სხვადასხვა ფორმით, რა თქმა უნდა. და არსებობს ჩემი აზრით მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხი, რომელიც ამ სახელმწიფოებში ცხოვრობს, შეიძლება მას ის წესრიგი არ მოწონდეს, რომელიც ამა თუ იმ სახელმწიფოში არის დამყარებული, მაგრამ ის რომ ეს არის ადამიანთა ორგანიზების ერთ-ერთი ფორმა და თავდაცვის ერთ-ერთი ფორმა. ჩემი აზრით ეს უეჭველია, თუმცა ჩვენ ახლა ცოტა უფრო გადაუხვიეთ ალბათ ჩვენ დავცინდით თემას, მაგრამ დაკავშირებული ხო არის და დაკავშირებულია და შემდეგი საკითხით მაინც სახელმწიფოსა და ქვეყანას შორის განსხვავების ახსნა გვინდა, იმიტომ რომ აი ამასაც ადამიანები ხშირად ურევენ ერთმანეთში, აი მე იმ სახელმწიფოში გადავი, იმ სახელმწიფოში კი არა, იმ ქვეყანაში გადახვედი. ხო, ეხლა აქ ასევე ორი რამ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან. ერთი რომ ჩვენ ერთმანეთში ხშირად ვურევთ სახელმწიფოს და ქვეყანას და მეორე მხრივ ჩვენ ერთმანეთში ვურევთ სახელმწიფოს და ხელისუფლებას. კი. აი სახელმწიფო აკეთებს, სახელმწიფო კი არ აკეთებს, ხელისუფლება აკეთებს რაღაცას. და ნუ შეიძლება ხელისუფლება. შევეცდები განსხვავება დავინახოთ რა. რა განსხვავება სახელმწიფოსა და ქვეყანას შორის. ქვეყნის განმარტება თავის დროზე მოგვცა გიორგი მერჩულემ, ხო? ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, ალბათ ყველა ქართველმა იშინა საინტერესო დებულებაა სხვათა შორის გეტყვით ახლა რომელსაც აშინა ქართულისა ენითა ლოცვა აღევლინების და ჟამი შეიწირვის, ხო? ასე ჩამოაყალიბა მან ქვეყნის, ანუ ალბათ სხვა ქვეყნებსაც მსგავსი რაღაცა განმარტება ეხება, ხო? სხვათა შორის ეს წინადადება ჩემი აზრით არის პირველ წყარო ილია ჭავჭავაძის მაქსიმისა მამული ენას არწმუნოება. ქართლი მამული, ქართულისა ენითა ენა და ლოცვა აღევლინების ჟამი შეიწირვის. კი, მაგაზე არ მიფიქრია. სარწმუნოება, ხო? ეს ჩემი აზრით ესენი ურთიერთდაკავშირებული ესენია და შეიძლება სწორედ აქედან ამოვიდა ილია, როცა ამ თავის მაქსიმას. თუმცა ილიამ ეგ ფრაზა სხვანაირად იხმარ აჭარაში, ხო? იქ სარწმუნოება ამოიღო და ისტორია ჩასვა მის აქ. კი ბატონო, მაგრამ ეს უკვე პოლიტიკური მოქმედება იყო მის მხრიდან და არა ხო, ეს არის ქვეყანა. მოდი ასე ვთქვათ. შორს რო არ წავიდეთ საქართველოს ისტორიას რო გადავხედოთ. ქვეყანა საქართველო, რასაც ჩვენ დღეს საქართველოს ვეძახით. არსებობდა მრავალი საუკუნის განმავლობაში, ხო? მაგალითად მე-18 საუკუნეში ამ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობდა მინიმუმ 3 სახელმწიფო: ქართლის, კახეთის, იმერეთის და კიდევ იქ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, სამთავროები იყო, ოდიშის, გურიის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ქვეყანა ერთი იყო, სახელმწიფოები იყო რამდენიმე. ჩვენ ისეთი პერიოდი გქონდა, როცა სახელმწიფო არ იყო საერთოდ. დიახ, აი ეგ უნდა მეთქვა ხა. მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო არსებობდა 12-13 წლის განმავლობაში სულ. 1801 წლიდან გაუქმდა სახელმწიფო საქართველოში 18-21 წლებში 3 წელი არსებობდა მე-20 საუკუნეში, ანუ მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში სახელმწიფო არ არსებობდა. იქ არსებობდა 3 წლის განმავლობაში და 91-დან 2000 წლამდე კიდე რაღაც 9 თუ 10 წელი. სულ, მაგრამ ქვეყანა არსებობდა.
ქვეყანას და სხვათა შორის ილიას იმაში ყოველთვის მასე არის, რომ საქართველოს მისთვის ქვეყანა იყო და სახელმწიფო იყო, ხო, და სახელმწიფო შექმნა იყო სახელმწიფოს იმაში კონკრეტულად. სხვა სახელმწიფოს იურისდიქცია ვრცელდებოდა ამ ტერიტორიაზე. კი. მაგრამ ეს არ იყო საქართველო. და ილია ისთვისაც იბრძოდა საკუთარი სახელმწიფოს იდეა ჰქონდა მას. ანუ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, იგივე ახლა საფრანგეთში მე რამდენი რესპუბლიკაა, ის სხვადასხვა სახელმწიფოებია. იგივეა, რომ ადამიანმა შექმნას რამდენიმე კომპანია, ან რამდენიმე ორგანიზაცია, არაკომერციული და ასე შემდეგ, ხო? ადამიანი შემქმნელი ერთი იქნება, მაგრამ კომპანიები და ორგანიზაციები იქნება სხვადასხვა. ასევე ამ ხალხმა, ამ ქვეყანაში შექმნა ხან ერთი სახელმწიფო, ხან მონარქია იყო იმ საფრანგეთში, ხან რესპუბლიკა იყო და ნუ მათ საფრანგეთში არა ცხადია, ყველგან იყო ეგეთი ცვლილებები, სხვადასხვა ფორმით. ამიტომ სახელმწიფო და ქვეყანა ერთ და იგივე არ არის და ერთი საინტერესო მომენტია, ქვეყანას პირველი პირი არ ყავს. პირველი პირი ყავს ორგანიზაციულ სტრუქტურას, იერარქიას ყავს პირველი პირი და 27 პირი. საინტერესო დაკვირვებაა. ქვეყანას პირველი პირი არ შეიძლება ყავდეს. ყველა თანასწორია და ეს თანასწორობა გამოვლინდება არჩევნების დროს. ის მილიარდელი იქნება თუ რუსული ტერმინით რო ვთქვათ, ბომჟი. ორივეს ერთი ხმა აქვს არჩევნებს. ეს არ ვიცი, ესეც საკამათო საკითხია, სამწუხაროა ეს თუ არა სამწუხარო, მაგრამ ეგ ერთ-ერთი სხვა გადაცემის თემა იქნება. კი ბატონო, საყოველთაო არჩევნებზე, საყოველთაო იმაზე მე არ მაქვს ამაზე ესე ჩამოყალიბებული აზრი, მაგრამ აი მად მოკლედ ვიტყვი უბრალოდ და ეს ასე ვთქვათ ანონსი გამოვა ერთ-ერთი ჩემი გადაცემის, როგორ შეიძლება ერთ იდიოტს და ორ იდიოტს მეტი წონა გქონდეს არჩევნებისას ვიდრე ერთ გენიოსს. აი წარმოუდგენელი რაღაც სხვანაირი წესია საჭირო. ხო, მაგრამ კარგი მოდი შევეშვათ ჩვენ ამაშენებელი ხა მეორე ხელისუფლება და სახელმწიფო. როცა ერთმანეთში უღრევთ. ხელისუფლება რა თქმა უნდა, როდესაც სათავეში მოდის, ის მოქმედებს ჩემი და შენი სახელითა და ხარჯით. ხო? გადასახადების გზით. კი, მიაქვს და მიაქვს ჩემი ხარჯია ეს და ჩემი სახელით მოქმედებს, სახელმწიფოს სახელით მოქმედებს. ჯერთი ის რომ ვთქვათ, ხელისუფლებები იცვლება და სახელმწიფო იგივე რჩება. ხო? კი. ანუ ეს ნიშნავს რომ სახელმწიფო იცვლება ზოგჯერ, მაგრამ კი, მაგრამ უფრო ხელისუფლებები უფრო ხშირად იცვლება. იცვლება. ნორმალურ ქვეყნებში 4 წელიწადში ერთხელ სიყვარული. ხო, ნუ მაგალითად იტალიაში ბოლო 60 წელიწადში 57 ჯერ შეიცვალა მთავრობა, ბერლუსკონის დროს შეიცვალა ეგ ტრადიცია, ასე ვთქვათ. ხო? ასე რომ აშკარაა რომ ესენი ერთ და იგივე არ არის. რომ შევადაროთ შედარება რო გავაკეთოთ. რაღაც საქმეში ადვოკატი მოქმედებს ჩემი სახელით და ჩემი ხარჯით. და მის მიერ ამ ფარგლებში გაკეთებული მოქმედებები ითვლება ჩემს მიერ გაკეთებულ მოქმედებებად. ხო? ანუ ადვოკატი არის ვითომ მე. არა მარტო ადვოკატი, იდეაში ნებისმიერ წარმომადგენელი რაღაც ისამაკ, წარმომადგენელი და ასე შემდეგ. ნუ პირობითად ანუ ის არის ესეთი ტერმინი რო შემოვიტანოთ, ვითომ მე. ხო. ეს ზუსტად ასევე ხელისუფლებაც არის ვითომ მე. კი. და როცა ქვეყნის სახელით მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და წარმომადგენლობითი დემოკრატია სწორედ ამას ნიშნავს, რომ ის უნდა წარმოადგენდეს ხალხს, რომელმაც ის აირჩია, ხო? მაგრამ როცა რას ვაკეთებთ, მაშინ როცა ადვოკატი გადის თავისი უფლებამოსილებების სფეროდან.
დავითხოვთ ხო ამ ადვოკატს და სხვა ადვოკატს მოვიდეთ. ასევე ხდება ხელისუფლების შემთხვევაში. მაგრამ თუ ადვოკატი დაიწყებს კუნთების თამაშს და აქეთ ძალადობს ჩემზე სიტყვაზე. აქეთ ძალადობს ჩემზე რომ არავითარ შემთხვევაში არ დამითხოვო და მე უნდა წარმოგადგენდე შენ და არა მარტო ამ ფარგლებში, ჩემ ფარგლებს გავაფართოვებ და შენ სამზარეულოშიც და საძინებელში შემოვალ. ხო? ეს უკვე ძალადობაში გადაიზრდება და მე მაქვს ყველანაირი უფლება, რომ ის ნებისმიერი საშუალებით მოიცილო თავიდან. ანუ, როდესაც ხელისუფალი სახელმწიფო სტრუქტურების მეშვეობით ძალადობას იწყებს, ხალხს სრული უფლება აქვს მიმართოს იძულებას, რომ ის ხელისუფალი წავიდეს ხელისუფლებას. რა თქმა უნდა. შეიძლება ამის შემდეგ სახელმწიფო სხვადასხვა შეიძლება იყოს, ნებისმიერი შეიძლება იყოს, მაგრამ ყველაფერი არის დამოკიდებული ხალხის ნებაზე, იმიტომ რომ ის არის ხელისუფლების წყარო. ხო, ამ დროს შეიძლება სახელმწიფო იგივე იყოს, სახელმწიფო იგივეა, შეიძლება სახელმწიფო შეცვალო ხელისუფლებასთან. შეიძლება ვთქვათ სახელმწიფო სტრუქტურა თუ რესპუბლიკა გადაიყვანო მონარქიაში, შეიძლება ეს შენ რასაც გადავწყვეტ, რა ფორმასაც ისევე როგორც შენ მოგინდება შეფესეს დააფუძნებ, მოგინდება სააქციო საზოგადოებას და მოგინდება არაკომერციულ ორგანიზაციას. ამ საუბრით მე მგონი გამოვკვეთეთ რა სხვაობა ქვეყანას სახელმწიფოსა და ხელისუფლებას შორის. ეს სამი სხვადასხვა ტერმინია და საჭირო არის რომ როგორმე მივეჩვიოთ მათ სწორად გამოყენებას თავის ადგილზე. სხვანაირად აზრი ბუნდოვანი ხდება და ზოგჯერ კაფიოობა იკარგება საკმაოდ. არა მარტო კაფიოობა იკარგება, არამედ ხელისუფლებები ზოგადად არა მარტო საქართველოში, არამედ ალბათ ყველგან მუდმივად ცდილობენ, რომ ეს განსხვავება წაშალონ ამორჩევლების თვალში. სახელმწიფო ეს მე ვარ. სახელმწიფო ეს მე. ის შეიძლება იყოს სახელმწიფო ლუდოვიკო თავის დროზე, რადგან მონარქიის თვისება ცოტა სხვანაირია ვიდრე დემოკრატიისა. მონარქიის დროს ითვლება, რომ ის არის ერთი პირის საკუთრება, ის ქვეყანა. და ამიტომ ეს რაღაც გაგებით შეიძლება დაუშვათ რომ ის სწორი იყო, მაგრამ დინასტია ამ შემთხვევაში რა არის? მემკვიდრეობითობაა. ხო, მესაკუთრის მემკვიდრეობითობაა რა. კი. ხო. ამიტომ იქ ცოტა სხვა ფორმებია, მაგრამ რესპუბლიკა, ასე ვთქვათ, რესპუბლიკა არის წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფორმა. ხო, კარგი, მოდი მაგნიუანსების შინუღა შევალთ. ახლა უფრო ის ვთქვათ, რომ ამას ამ ტერმინების აღრევას ყველა ხელისუფალი რომ თავის გაიგივებას აკეთებს სახელმწიფოს და სახელმწიფოს გაიგივებას აკეთებს ქვეყანასთან იყენებს იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, უფრო ფართოდ გამოიყენოს თავისი უფლებები ჩვენ წინააღმდეგ. უზურპაცია მოახდინოს ძალაუფლებას. ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ არ განსხვავდება ერთმანეთისგან ის ქვეყანა ვერასოდეს ვერ იქნება და მოცემული წარმომადგენელი პირი ხელისუფალი ვერასოდეს სახელმწიფო ვერ იქნება თვითონ. უბრალოდ ის სახელმწიფოს განაგებს მოცემულ მომენტში და ყოველდღეს. აი წეღარო ვთქვი, ახალი ტერმინი შევქმნათ მეთქი ვითომ მე? ხო. ხო. აი როგორც ადვოკატი არის ვითომ მე? ხო, ხელისუფლებაც ასევე არის ვითომ სახელმწიფო. აი ეს უნდა დავიმახსოვროთ და გავიგოთ რა, ხელისუფლება არ არის სახელმწიფო. ხელისუფლება წარმოადგენს სახელმწიფოს და ის არის ვითომ სახელმწიფო. ხო, ეხლა ვითომ აი არა ძალიან უარყოფითი გაგებით არამედ ნუ კვაზი სახელმწიფო. ხო, თულია უფრო მასე უფრო ვართულებს მე ვითომ სახელმწიფო. ერთ სიტყვით ჩვენი მიზანი ახლა შეიძლება იყოს თუ დაუშვათ არ მოგწოს დღევანდელი მართლობა და ვითარება ქვეყანას, შეიძლება გვინდოდეს უბრალოდ ხელისუფლების შეცვლა, ან შეიძლება გვინდოდეს სახელმწიფო ფორმის მართლობის შეცვლა. და წარმოსაჩენია და წარმოსაწევია წინა პლანზე ის თუ ჩვენ რა გვინდა. ქვეყნის შეცვლა რო არ გვინდა გასაგებია ჩვენ ქვეყანას არც ერთი არ გავიმეტებთ. ჩვენ ძალიანაც რომ გვინდოდეს ვერ შევცვლით.
ქვეყანას ვერ შევცვლით. სახელმწიფოს შეცვლა შეგვიძლია. ახლა ისტორიულად ბევრი ქვეყანა არსებულა და განადგურებულა, როგორც ქვეყანა აღარ არსებობს, მაგრამ იდეაში ლაპარაკი მიდის სახელმწიფოს და ხელისუფლების ცვლილებაზე და არის საუბარი რომ გადავიდეთ მონარქიაზე, კონსტიტუციურ მონარქიაზე და ასე შემდეგ. ამაზეც არის ხო თუ კარგი ხელისუფალია სიტყვაზე შეიძლება სახელმწიფო შეიცვალოს, მაგრამ ხელისუფალი იგივეც დარჩეს რა პრობლემაა. კარგი. ეს გასაგებია, მაგრამ მე მგონი ამაზე დეტალიზაციაც იქნება ხოლმე საჭირო და ალბათ შემდეგ გადაცემებში და უბრუნდებით გავსაკითხებს ბატონი ირაკლისაც ალბათ მოვიწვევ არა მარტო ამაზე სხვა საკითხებზე ძალიან საინტერესო მოსაუბრია და თავისი მოსაზრებები აქვს ბევრ რამეში. თუმცა ახლა რაც მონიშნული მაქვს ის საკითხები იქნება ყველა გავიაროთ და ერთი რამე რაც ძალიან მტკივნეული არის ხოლმე ჩემთვის, რაც განსაკუთრებით როცა ეკონომიკური საკითხები არა მარტო ეკონომიკური სხვა საკითხებიც განიხილება, ძალიან ხშირად ურევენ ადამიანები ერთმანეთში სიტყვას ეფექტურს და ეფექტიანს. ამ სიტყვებს შორის იმდენად დიდი სხვაობა რომ წარმოუდგენელია ეს ამათი ერთმანეთში არის, მაგრამ ჩვეულებრივად იხმარობენ თითქოს ახსნაც არ შეველი ზოგჯერ. რა ჯერ მოდი ჩამოვაყალიბოთ კაფედ გამოკვეთოთ ეს სხვაობა და მე ხო მოდით ასე ვთქვათ ეხლა აქ ეს აღრევა შეიძლება გასაგები იყოს სხვათა შორის ინგლისურში ჩამხვედრია ის აღრევა მაგურ ტერმინს შორის ინგლისურ ტექსტში ეფექტური და ეფექტიანი რა არის ის რასაც რაღაც ეფექტი აქვს შედეგი ეფექტიანი ნიშნავს რომ უკვე შედეგი დგება რაღაც შედეგი დადგა ეფექტური ნიშნავს მოდი ესე გავუყოთ მოქმედს ან შედეგის მოლოდინის მე მაგ კარგი მაგალითი მოფიქრებული ამისთვის და მაშინ იმ მაგალითზე გავარჩიოთ მე წარმოვიდგინოთ არის საქველმოქმედო სახამო უნდა შეაგროვონ რაღაცა თანხა რაღაცის ქველმოქმედებისათვის და ვიღაცა გამოვიდა ძალიან შთამბეჭდავი სიტყვა თქვა და ყველა მტაში დაუკრა მაგრამ თანხა არ შეგროვდა ეს ქმედება ეფექტურია თუ ეფექტიანი ეს ეფექტურია მაგრამ შედეგი არა აქვს შედეგი არა ანუ ეფექტიანი არ არის თუმცა ეფექტურია შთაბეჭდილების მომხდენია ამ შემთხვევაში ხო ეხლა მოდი მაგალითი შევატრიალოთ. ხო, გამოვიდა ძალიან უსახურად. არა, ვიღაცამ ძალიან შთაბეჭდილების მომხდენი სიტყვა თქვა. ხო. და ვიღაცა გამოვიდა უსახურად, როგორც ჩვენ თქვი. და მთელი ამ ორივე გამოსვლის პროცესში ეს შემოწირულობები გროვდებოდა. და აღმოჩნდა რომ ერთი სიტყვის დროსაც და მეორე სიტყვის დროსაც ადამიანები ერთი და იგივე თანხას თქვათ 100 ლარს დებდნენ შემოწირულობის სახით. ხო? აი ეს შემოწირულობის ოდენობა, ეფექტური ოდენობა არის 100 ლარი. ანუ ყველა გამოიყენებდა ამ ოდენობას. ხო? მაგრამ ანუ იმას გამომსვლელების სიტყვას ამაზე შთაბეჭდილება გავლენა არ მოუხდენია. ეფექტური განაკვეთი შემოწირულობისა იყო 100 ლარი, ანუ მოქმედი განაკვეთი. ხო, მაგრამ მათ უფრო დამაბნეველია მე მგონი პირიქით. სინამდვილეში უფრო მარტივად რომ ჩამოვაყალიბოთ, შეგროვილი თანხა არის შედეგი და ეფექტი, დაუშვათ თუ ადამიანი უსახურად გამოვიდა, მაგრამ მან შეგროვდა ის თანხა რაც საჭირო იყო არაეფექტური, მაგრამ ეფექტიანი. კი ბატონო. თუმცა ახლა საქველმოქმედო საღამოზე კი არა შეიძლება სხვა ღონისძიებები, ჩვეულებრივად ეფექტურობაზე შეიძლება გადიოდეს გზა ეფექტიანობისკენ. მაგრამ შეიძლება ზოგჯერ სულად არ ემთხოვდეს ერთმანეთს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ მათ შორის სხვაობა დავინახოთ, როცა ვლაპარაკობთ. ხო, რა თქმა უნდა. თუ სწორად არ ვიხმართ ამ ტერმინებს, მაშინ ვაბუნდოვანებთ, ასე ვთქვათ. ხო, ну ეფექტური უფრო ნიშნავს შტაბეჭდავს ალბათ ან შტაბეჭდავს ან შტაბეჭდილების მოხდენას თუმცა უარყოფითი ეფექტიც შეიძლება არსებობდეს ხო? კი უარყოფითი შეიძლება უარყოფითი ის მოახდინოს შტაბეჭდილება ეფექტიანი არის რაღაც შედეგის მომცემი კი
ხო და ესეც საჭიროა ადამიანებმა გავიაზროთ. ნუ ჩემი ჩათვლით იქნებ მეწმეშლება ხოლმე რა ვიცი. ხო, რა თქმა უნდა. ხო. და იმისთვის რომ გამოვკვეთო ეს რამდენად მნიშვნელოვანია, მინდა კიდე ერთი ტერმინი გამოვიყენოთ, რომელსაც ძალიან ისეთი 200 წლიანი თუ 300 წლიანი ისტორია აქვს, ეს ტერმინი არის ლიბერალი, რომელიც მე-19 საუკუნეში ნიშნავდა ძალიან კარგ რაღაცას, ძალიან კარგი ვიღაცები იყვნენ, იმდენად კარგი ვიღაცები იყვნენ, რომ მე-19 საუკუნის 60 წლებში შვედეთის მაგალითად მოყვა შვედეთის პარლამენტში რომ აირჩიეს ხალხი, ყველა ლიბერალი იყო. ყველა 100%-იანი ლიბერალები იყვნენ, ოღონდ სხვადასხვა ერთი სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჯგუფი რურალ რაღაცა პარტია ერქვა, მეორე იყო ახალი ლიბერალები და ვიღაცები. მაგრამ რა მოხდა მე-20 საუკუნეში? ნუ ილია ჭავჭავაძეც ლიბერალი. ილიაც ლიბერალი იყო, ჩვენთანაც უბრალოდ სირცხვილი იყო ლიბერალობის სალანძღავად გამოყენება, ეს მის იმაშიც ჩანდა. ხო, მაგრამ მე-20 საუკუნეში მოხდა რაღაცა და აღმოჩნდა, რომ პრაქტიკულად სოციალისტები ამერიკაში ლიბერალებად იწოდებიან, ევროპაში თლად ასე არ არის, მაგრამ სოციალური მეებზე და მემარცხენე იდეებზე რაღაც ორიენტირაცია ეგრეთ წოდებული მე ეგრეთ წოდებულ შეძახი მაინც ლიბერალებში გაზრდილია და დღეს უკვე როცა ადამიანი იტყვის ლიბერალი, გაუგებარია რას ნიშნავს თუ არ დააყოლებ ან კლასიკურ ლიბერალს, ან არ იტყვი ლიბერტარიანებს. ხო და ჯერ საინტერესოა რამ გამოიწვია ასეთი სახეცვლილება ამ სიტყვის და შემდეგ ასახსნელია კიდე რომ ეს სერიოზულ უხერხულებს იქნებს იწევს აი დაუშვათ გინდა ლიტერატურაში და გინდა უბრალოდ საუბარში. ხო, ჩემი აზრით ეს გამოიწვია იმან რომ სოციალისტურმა იდეოლოგიამ პრაქტიკაში განიცადა კრახი, ყველგან დამარცხდა, ყველგან ან წარმოშვა დიქტატურა. წარმატების მაგალითი არ არსებობს. პრაქტიკულად არ არსებობს წარმატების მაგალითი სოციალისტური იდეოლოგიის და იმისათვის რომ თავისი შეხედულებები რაღაცნაირად შეენიღბათ, იმას რო ეთქვა რომ საერთოდ ყველა დიქტატურა, რომელიც ამ მე-19 საუკუნეში წარმოიშვა, პრაქტიკულად ყველა სოციალისტი იყო. ხო? გიტლერიც სოციალისტი იყო. მემარჯვენეს ოჯახიან, მაგრამ სინამდვილეში იგი ნაციონალ-სოციალისტური პარტია ერქვა მას, ხო? კომუნისტებიც სოციალისტები იყვნენ. ფაშისტებიც. და მაო ძედუნიც სოციალისტი იყო. ისიც კომუნისტი იყო. ყველაზე დიდი კაცი ჭამიები ჩამოვთვალე ახლა, ხო, კაცობრიობის ისტორიაში, ალბათ. კი, რამდენი ხალხის მე-20 საუკუნეშია დახოცილი, იმდენი მგონი მთელი დანარჩენი ისტორიის მანძილზე არ მოხდა. ძედუნი, სტალინი და ჰიტლერი. სტალინი ლენინთან ერთად, რა თქმა უნდა. ხო? ესენი ამიტომ სოციალიზმმა წარმოშვა ეს აღარ ვამბობ იქ რა ქვია წითელ ქმერებზე და ჩე გევარაზე და პროცენტულად რა იყო მე მგონი იქ უარეს სიტუაცია იყო კამბოჯაში მოკლედ. ხო, ყველა ესენი იყვნენ სოციალისტები. ამიტომ ამ თვალსაზრისით სოციალიზმმა კრახი განიცადა. და იმისათვის რომ ეს თავისი მისწრაფებები შეენიღბათ და ირქვეს ასე ვთქვათ ყველაზე სწორი სახელი ის მხოლოდ ნიღაბია ლიბერალებს ნიღაბია რა თქმა უნდა და ამით გააფუჭეს ეს რასაც სინამდვილეში ლიბერალი ახლა შემოვიდა საერთოდ ოქსიმორონი ძალიან გამოყენებადი ლიბერალური ფაშიზმი ხო ნუ ახლა ფაშიზმი შეუძლებელია ლიბერალური იყოს ასევე როგორც ლიბერალიზმი შეიძლება შეუძლებელია ფაშისტური იყოს რა ხო ლიბერალური სოციალიზმი შეუძლებელია ხო რა თქმა უნდა შეიძლება ამას კიდევ გარკვეული ბიძგი მიცა პოსტ ომის შემდგომი გერმანიის ეკონომიკურმა რეფორმებმა როცა ერხარდმა თავის პოლიტიკას დაარქვა სოციალური საბაზრო ეკონომიკა. კი.
მაგას აქამდე შეცდომად უთვლიან, რომ სოციალური დაარქვა, მაგრამ მათ ერთი პრობლემაა, მას რო არ დაერქმია, მიეცემოდა კი საშუალება გაეკეთებინა ის რაც გააკეთა. ხო, აი ეგ არის მაგის გამართლება და მაგას თვითონ ამბობდა. ერხარდი თუ არ ვცდები, ჰაიეკმა კითხა, სოციალური საიდან მოიტანეოდა. ნუ ეს ხო იციო, რომ იმისთვის პროპაგანდისტვის არისო და სინამდვილეში საბაზრო ეკონომიკაზე სოციალური არაფერი არ არსებობს. ასე ახსნა ესე გადმოცემით ასე ვიცი ჰაიეკისა და ერხარდის საუბარი ერთმანეთთან, ხო? ამანაც შეიძლება მისცა ბიძგი იმას, რომ ჩვენ თვლით და ხშირად ვამბობთ, რომ აი ევროპა სოციალისტურია და რა მშვენივრად ცხოვრობენ. დაავიწყდათ როგორ მივიდნენ იმ მშვენიერ ცხოვრებამდე. არა, დაავიწყდა ერთია და კი სოციალისტური მისწრაფებები ხშირად ძალავს, ასე ვთქვათ, ერევა სხვა, იმიტომ რომ მოსასმენად გაუთვითცნობიერებელი ადამიანისთვის მოსასმენად სასიამოვნოა ის იდეები, რასაც ის ქადაგებს, მაგრამ სინამდვილეში ეს თავის შედეგს ვერ აღწევს. სინამდვილეში ევროპა არანაირი სოციალისტური არ არის, სადაც კერძო საკუთრება ის სოციალისტური აღარ არის. ხო, მაგრამ ევროპას აქვს ბევრი სოციალური კი, სოციალური ვალდებულებები აქვს, რაც მის განვითარებას აფერხებს და ჩემზე ძალიან ცუდი დაბეჭდილება დატოვა ახლა მაგალითად გერმანიაში სიტუაციას რო შეხედავ, სულაც აღარ არის ისეთი დაწინაურებული ეკონომიკა, როგორც იყო თუნდაც 30 წლის წინ. გეთანხმები, საქმე ის არის, რომ ევროპაში ლიბერალიზმმა მოიტანა ძალიან დიდი შემოსავალი ბიუჯეტში. ხელისუფლება მერე ხელისუფლები. და ხელისუფლებას ეს თანხა რაღაცაში ხო უნდა დაეხარჯა. ნუ შემოუვიდა ეს თანხა. შეემცირებინა გადასახადები. შეემცირებინა, მაგრამ აი რო შეამცირა, უფრო მეტი შემოუვიდა რა. ხო და რაღაცაში ხო უნდა დაეხარჯა და თქვა რომ მოდი ავიდებ რაღაც ვალდებულებებს და აი რაღაცა პენსიას დაგინიშნა, რაღაც ფორმით უკან დაგიბრუნა. მაგრამ შემდეგ ამან უკვე მახინჯი ფორმები მიიღო და დღევანდელი მდგომარეობით უკვე ამას ზალადობის ხასიათი აქვს. მე მგონია თავიდანვე მახინჯი ფორმა იყო საერთოდ ასეთი რაღაც. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ რადგან ხალხისგან გარკვეული მხარდაჭერა ქონდა, ეხლა კარგი მოსასმენია, როცა რაღაცას აი ეხლა ხშირად მეუბნებიან, რომ აი უფასოა იქ რაღაცა ჯანდაცვა და ისა და ისა. უფასო როგორ არის კაცო? შენ რამდენი გადახდილი მაგაში? ვიცი ის რომ მაგის თქმელმა რომ თვითონაც გადახდილი აქვს. ისიც გამიგია რომ საბჭოთა კავშირში იყო თურმე ჯანდაცვა უფასო რა. და მე ვიცი შემთხვევები, როცა ქირურგს ავარიაში მოყოლილი ბავშვი მიუყვანეს და უთხრეს რომ აი ახალგაზრდა კაცია ავარიაში მოყოლილი, კვდება და ოპერაცია უნდა გააკეთო. სანამ ფული არ გადაუხადეს, მანამ ამან ხელი არ მოკიდა და აღმოჩნდა რომ ის თავის შვილი იყო მე როცა ის მოკვდა. ესეთი საშინელი შემთხვევებიც ხდებოდა. და სანამ ჯიბეში ფულს არ ჩაუდებდი ექიმს, ექიმი ხელს არ მოკიდებდა. ასეთ გარყვნას იწვევს ზუსტად ის სისტემა, რომელიც არის ეგრეთ წოდებული უფასო სახელით შექმნილი და დღეს კიდე ჯანმრთელობის სისტემაში რა ხდება და როგორ ხდება ბიუჯეტიდან ფულის გამოწვევა, ეს ცალკე დიდი თემა. მაგაზეც ალბათ ვიფიქრებ მე გადაცემის გაკეთებას. დღეს უკვე ახლა ბოლოსკენ უნდა წავიდეთ და თუ რამე ისეთი გაქვს რაზედაც არ ვილაპარაკია, მაგრამ სასურველი იქნებოდა ამ კონტექსტში განხილვა, ისიც განვიხილოთ და დავამთავროთ. რა ვიცი, ახლა შეიძლება ძალიან ბევრი ასეთი მაგალითი მოვიტანოთ, როგორიც დღეს გავარჩიეთ და
ესა, მაგრამ ამან შეიძლება ძალიან ბევრი დრო ხო, რა თქმა უნდა, ეს ერთი გადაცემის თემა შეიძლება არ იყოს აქვე წარმოიშვა თემები უკვე რომლებიც შეიძლება არაერთ გადაცემას იმსახურებდეს. ამიტომ რაც ახალ თემას აღარ შემოვიდა. ჩვენ ეს გადაცემა ჩაფიქრებული გვაქვს, ასე ვთქვათ, რომ 30-40 წუთის მეტი არ გაგრძელდეს, იმიტომ რომ ცოტა ძნელია მსმენელი მოსმენა ძალიან დიდ ხანს მონოტონური საუბრით, მაგრამ სამაგიეროდ ბევრჯერ შეიძლება გავაკეთოთ და სხვა დროსაც კიდე შეიძლება შევხვდეთ და ვისაუბროთ ძველ თემებზე. დღევანდელი გადაცემის მიზანი იყო, რომ ადამიანებმა როგორმე მაყურებლებო თქვენთან ერთად უნდა ვცადოთ, რომ როგორმე ტერმინი ვიხმაროთ იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მას აქვს, თორემ თუ მას მნიშვნელობებს უცვლით და სხვანაირად ხმარობთ, ამით როგორც წესით არაკეთილ სინციერი ადამიანები სარგებლობენ. ასე რომ დავუკვირდეთ ტერმინს რა მნიშვნელობას ვანიჭებთ და ვიხმაროთ ისე. აი დღეს მე მგონი ამით დავამთავროთ. მადლობა ბატონო ირაკლი. მადლობა მოგზაურობისთვის. მადლობა მსმენელებს. ვინც გავგვიძრო. ვინც გავგვიძრო. კი ბატონო, იმედია ძალიან გასაძლებელი არ იყო ჩვენი გადაცემა. მადლობა, გემშვიდობებით, შევხვდებით შემდეგ გადაცემაში. მადლობა.